როგორ უნდა შეარჩიოს პაციენტმა ექიმი? არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პასუხი. მირჩიეთ კარგი და იაფი. კარგი თანამედროვე სტომატოლოგია ვერ იქნება იაფი. პაციენტმა უნდა იცოდეს ეს? ეს არ უნდა უთხრას ექიმმა. რომელი ჯაგრისით უნდა გავეხეხოთ კბილები? მარტივი ჯაგრისი. კვლევებით დადასტურებულია, რომ ელექტროჯაგრისი უკეთ წმინდავს კბილებს. ნამდვილეში ღამე კბილის გამოხეხვა ბევრად მნიშვნელოვანია. დაუშვათ ბავშვმა პეჩენია შეჭამა, ან კოკა-კოლა დალია და უცებ ეუბნებიან, რომ კბილი გამოიხეხე. კატეგორიულად არ შეიძლება. კბილები მაინც გაგყიდის. რატო ჩდება პირის ღრუში კისტა? ეს კისტა არის რაღაცა მოგონილი ტერმინი. ოპა! ხშირად ჩვენი სამუშაოების 80% არის სხვისი დაშვებული შეცდომების გამოსწორება. პაციენტმა გაიკეთა ორთოდონტიულად იმკურნალა ყველაფერი და უბრალოდ კბილები არ შერჩა. საქართველოში ისმევა ისეთი იმპლანტები, რომელიც უბრალოდ არ იგუგლება.